ტურის დღე. ძალიან მაგარი სერიალია. გამარჯობათ, მე გახლავართ კოსტა, თქვენი მყოფებით MyScreen-ის არხზე, სადაც მე განვიხილავ ფილმებისა და სერიალების სიახლეებს. თუ გიყვართ თქვენ ფილმები და სერიალები, აუცილებლად გამომიწერეთ, დაალაიკეთ, დააშერეთ და ასე შემდეგ. მე კი გადავალ სერიალის მიმოხილვაზე. ეს სერიალი არის 1973 წელს გამოშვებული ფილმის იგივე სახელწოდებით რემეიკი. ჩვენი სერიალი გამოვიდა 2024 წელს, პირველი სეზონის 10 ეპიზოდი უკვე შეგიძლიათ მოიძებნოთ ქართულად. ჟანრი არის თრილერი, კრიმინალური, შპიონური ოღონდ, ხოლო სიუჟეტს რაც შეეხება, მთავარ როლში თამაშობს ედი რედმაინი, ის თამაშობს კილერის როლს, რომელიც ყველანაირი სირთულის საქმეს ეჭიდება, თითქმის შეუსრულებელი საქმეებსაც ეჭიდება და მისი აღმოჩენა არის ძალიან რთული, რადგან ნებისმიერ საქმეზე ის ძალიან სწრაფად და ხშირად იცვლის იერსახეს. მაგრამ მას აღმოაჩენს Mi-6-ის აგენტი ბრიტანული კოდდაზვერვის და მთელი სერიალის განმავლობაში ისინი კატათაგობანას თამაშობენ მთელი ევროპის მასშტაბით. ახლა რაც შეეხება შეფასებას IMDb-ზე, მას აქვს 8.1 შეფასება, ტომატებზე 83%, კრიტიკოსებისგან კრიტიკოსების მას განსაკუთრებით შეაფასეს ედი რედმაინის თამაში და მთლიანი სერიალის დაძაბულობა, ხოლო რაც შეეხება მეორე სეზონს, რაზეც მე ხშირად მისვამენ კითხვას, ის გამოვა მომდევნო წლის 2026 წლის ბოლოს. კომპანია Sky ჯერ ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, მაგრამ ის უკვე მუშავდება, ასე რომ ვთქვათ, ანუ მუშაობის პროცესში ეს სერიალი და წინასწარ უკვე იყო დამტკიცებული 3 სეზონი. მე კი გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. თუ მოგეწონათ ჩემი არხი, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა და ლაიქება და შეერება. თუ რამე კითხვა გაქვთ ან რამე გინდა მე რომ გამვიხილო, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარში. მომავალ შეხვედრამდე.